შემდეგი პირი, რომელიც ასევე სამეგრელოში მომხდარ მის თავს დამტყდარ ამბებზე უნდა გვესაუბროს, არის ბატონი თამაზ წულაია, რომელიც თუ მობრძანდა, თხოვთ რომ შემობრძანდეს დარბაზში. მოგესალმებით ბატონო თამაზ, თქვენ ზუგდიდიდან ჩამობრძანდით, როგორც თავად ამბობთ, ახლა დაბრძანდით. აი ადამიანებთან ვსივარ და ჩემ გულის კიბლის გამოხატვა. ნუ წუხდებით, ფეხზე დგომით, დაბრძანდით და ვისაუბროთ. ბატონო თამაზ, მადლობა ჩამობრძანებისთვის. პირველ რიგში დავიცვათ პროცედურა და შევუდგეთ საუბარს. პროცედურა გულისხმობს შემდეგს, რომ მე თქვენ უნდა გაგაფრთხილოთ იმის თაობაზე, რომ განზრახ ცხვახსთან განმარტების მოცემა კომისიისთვის, ასევე პასუხზე უარიან პასუხისთვის თავის არიდება იჯება სისხლის სამართლის წესით. თქვენ ამის შესახებ ტექსტს გაეცანით სამდივნოსთან ერთად და ეს დოკუმენტი თან უნდა გქონდეთ. მოაწერეთ მას თუ შეიძლება ხელი, მოწერილია, დიდი მადლობა. აიღეთ თქვენ 15 წუთი, გამოვყოთ ეს დრო თქვენთვის, თუ გნებავთ 20-იც, მაგრამ შეეცადეთ რომ გასაგებად მკაფიოთ და მოკლედ ისაუბროთ, რაც მთავარია ქრონოლოგია, რის მერე რა მოხდა და შემდეგ ჩვენ დავსვამთ კითხვებს, გთხოვთ. ინფორმაციისათვის ებადამ მე ვარ თამაზ წულაია, ზუგდიდელი, დღეს ვარ 79 წლის კაცი, როდესაც ეს ამბავი მოხდა, რასაც ახლა მოგიყვებით, მაშინ ვიყავი 60 წლის ადამიანი. მყავს 3 შვილი, 7 შვილიშვილი, მაქვს ნორმალური ოჯახი და ვარ უმაღლესი განათლებით, 2 უმაღლესი განათლება მაქვს დამთავრებული, ერთი მოსკოვში ტექნოლოგიური დამთავრებული, მეორე იურიდიული დამთავრებული წითელ დიპლომზე. თქვენ რომ ახლა მითხარით სიმართლე და კანონი, მე კანონი მესმის სიმართლეა საჭირო. აქ ტყუილის სათქმელად კაცი არ მოვა და ტყუილს მოკლე ფეხები აქვს და ვეცდები მოგახსენოთ ის რაც იყო. როდესაც 2003 მე ბიზნესმენი ვარ, ჩემი ცხოვრება, მაშინ ვაჭრობას ეძახდნენ, ვაჭრობა რო იყო მაშინ, მაგრამ მე ბიზნესში გადავიდა და ერთი და იგივე საქმეა და ცოტა არ ვიყოს არამიშავ და ისეთი ბიზნესმენი ვიყავი. და ეხლა ქალაქი პატარა და პატარა რაღაცა რო გაქვს, აი ეს ყველა მიცის და 2003 წელი რომ მოვიდათ, ეს წელი შემოვიდა ცუდად. რატომ? მოხდა პროკურორი ახალია როლანდი, რომელმაც ეს თავისი პროკურატურა გადააქცია კერძო სავაჭრო ფირმად, პეტრე პავლეს ვის რა ქონდათ სია გაკეთებული და მიდიოდა ადამიანების დაჭერა, დაშენა და დაჭერა წართმევა თუ არ დათმობდი დაგიჭერდნენ და ბევრი რაღაცები. მე ვიყავი უნორმა გენგურის დირექტორი, ზუგდიდის ვაჭრობის უნორმა გენგურის დირექტორი. 97 წელს მე ამის დირექტორი ადრეს ვიყავი, შეიქმნა საზოგადოება ზუგდიდის ვაჭრობა, სახელმწიფოსგან იყიდეს ის რაც ქონება ხალხს ერისხებოდა, აქ მუშაობდა 1200 კაცი, აქედან დარჩა 150 კაცი და ამ ხალხმა შეიძინა სააუქციო საზოგადოების მთლიანი ქონება. ამ ქონებიდან მეც უნდა შევხედრო და მე მოსკოვში ვიყავი მაშინ, მაგრამ ჩემი წილი, მაგრამ დირექტორი რომელიც ამას ანაწილებდა გარდაიცვალა. და ხელში ჩაიგდო საქმე სულ სხვა ადამიანმა და დავში უწილოდ. ჩამოფრინდი და ვიყიდე 17% ზუგდიდის ვაჭრობის მთელი ქალაქის რაც იყო 17% სპეკულიანტებისგან. ეს როგორი სპეკულიანტებისგან, აი გამერია თბილისელი, გამერია ვიღაცა და ამ ხალხს მოუძებნეს საბუთები აგერა მაქვს და შევქმნი 17%-ის მფლობელი გავხდი ყველაზე მსხვილი აქციონერი. მე ბიზნესი მქონდა მოსკოვში, ყაზახეთში და პატარა ისეთი რაღაცა იყო რომ მე აქ არ მაწყობდა გაჩერება და ამ შენობას 4-5 კაცი მეუჩინე, 2 ყარაული ღამე დაუყენე და 1-15 წელი ვიცავდი ამას რომ არ დანგრეული იყო, არ დამტრეული იყო და დამეკავებინე ეს ქონება საღად, სამ იქნებოდა საშუალება ცხოვრების.
ამათ ხელში ცხოვრება რო არ იყო მე ვხედავდი და ამის გამო უნერობა გიორგის შენობას გავაღებდი, დავკეტავდი და რამე კომერცია და ის არ იყო, იმიტომ რომ თუ რამეს გააკეთებდი, მაშინ წუთში ან წელში ჩაგიჟებოდნენ, ან დაგიჭერდნენ და მე ცოტა ფლათუშკო კაცის არა ვარ და მოვარიდე ამათ თავი. ეხლა იმის მოხდა ისე რომ კონფლიქტი მომივიდა ერთ კაცთან, რომელიც ახალაიას ყავდა ციხიდან გამოშვებული თავდები. და ამ იმით შემდეგ ამ კაცმა მეორე და მესამე დღეს ხალხი გამიგზავნა და ვაპატიე ის რაც დააშავა და შევრიგდით და მოვრიგდით. ერთი თვის შემდეგ ახალაიამ ეს კაცი დაამუშავა და გინდა თუ არ გინდა დამიჯერეს. მომთხოვეს იმდენი ფული რამდენსაც მე ვერ გავუძლებდი რა. ეხლა ფული არ ვიყავი, მაგრამ ყველაფერს თავისი მადა აქვს. და თან მომთხოვეს რომ ამ წილს და ამას თუ დავთმობი მე პრობლემა არ მექნებოდა. მე არ წლიდავთ, მე არც არაფერი და მაშინ როდესაც მოსამართლე გამოაცხადა ხვალ გაუშვებ წულაიას საპროცესოთიო, იმ საღამოს დაამუშავა ახალაიამ და შეაშინა ეს და მომცეს 20 წელი და ნახევარი. 2 წელი ქუთაისში ვიღაცა კარგმა მოსამართლემ, რომელსაც შემთხვევით ადამიანურად მოიქცა, 2 წელი დურმიშხან ჟორჟოლიანია მისი გვარი და 2 წელი მომიკო. რომელსაც თურმე ახალაი ურეკავდა ყოველ დღე ერთი დღე არ მოუგლო. ეს 2 წელი და ნახევარი უნდა გამოსულიყო ნახევარით. ნახევარით რო გამოსულიყავი მაშინ უნდერმაგიენგური უნდა დამეთმო. არ დავთმო უნდერმაგიენგური. შეგდით კაცი შემომიგზავნეს, ქაღალდი მომიტანეს რომ ხელი მომეწერა 2 ფურცისათვის. და გამომიშვებდნენ. ხელი არ მოვაწერე, ეს 2 წელი ნახა დაამთავრე და მოუსწარე ზუგდით იმ დროს, როდესაც ახალაია შვილებთან დაახლოება პირმა და დავით გოროზია იმას დავით მეტი გოროზია გუბერნატორი იყო ამასთან დაახლოება პირმა ვინმე დავით როგავამ ამათთან გააბა კონტაქტი და ეს ჩემი ენგურის ბიძუზება გადაწყვეტა შეაშინეს აქციონერები გოროზიამ შეაშინა პირადად აქციონერები და ეს სახელი ზაზა გოროზიამ შეაშინა პირადად ჩემი აქციონერები რომ წაგართვებთ თქვენ იმ დროს როცა შავარდანის დროს რო იყიდეთ უკანონოდ გიყიდიათ იაფად გიყიდიათ და რა უნდა ეხლა ხალხის შეჯნებას მე პროკურორში ახალაიამ დაიბარა ესენი კიდო და დაამუშავეს და წილი დაათმობდნენ 75% $300,000 დაუჟე იმ კაცს შთამებთან და ყველაფერთან ერთად როგორც ასეთი არ დავმალავ გოროზიამ ამაში კარგად ისარგებლა ისე არაფერს არ გააკეთებდა ინფორმაცია ეხლა თანხა მე არ ვიცი მაგრამ გოროზიამ ხელი მოიწვა ამ საქმეში და წილი დაათმობინა ახალაია შვილებთან ქონდა მეგობრობა ამ ვითომ დავით როგავას ეს კაცი არის ზუგდიდელი მისი ცოლი და მე დაძმისშვილი ვიყავთ მაგრამ ნათესაობაში ცოტა კოჭლდარია მოკოჭლებული და ამ კაცმა ფული იშოვა 1.50 მილიონამდე ტოტალიზატორები ქონდა აქ თბილისში საქართველოში სამიტუზი რაღაცები და ეხლა ტოტალიზატორის ნაშრომი ფული რანაირია თქვენ იცით ბევრმა ახალგაზრდამ თავი მოიკლა ბევრმა რაღაცა მე ზუგდიდში როცა უნერმაგეც დაითრია იქაც გახსნა ეს და ასეთი ნაშრომი ფულითაა ეს ხალხი და ამ კაცთან მე ციხიდან ვიცოდი რას აკეთებდნენ ვიცოდი ქონებას რომ მართლებდნენ ვიცოდი უკანონოს რომ აკეთებდნენ და კაცი გაუგზავნე ტელეფონით ეხლა ციხეში ვიყავი მაგრამ იმ დროში ციხეში თუ ქონდა იმის შანსი და რაღაცა ტელეფონიც ქონდა და ყველაფერი მქონდა რაც მე მჭირდებოდა უკანონო მე არა ვარ პასიოგარაც მე არ ვიცები და გაზეთი მჭირდებოდა ტელევიზორი მჭირდებოდა მაცივარი მჭირდებოდა და ტელეფონი და ყველაფერი მქონდა სამყაროსთან და ტელეფონი მიუტანეს ამას და დაელაპარაკა არ დამელაპარაკა როდესაც გადაწყვეტეს რომ ზუგდიდ ვაჭრობაში გადაწყვეტეს ამან მოისყიდა გუნდარა ჯინჯელოა საზოგადოებრივი თავმჯდომარე რომელმაც ჩვენ ცოტა გაქურდა და მოისყიდა ეს ქალი და ეს ამ 75%-ად ითხოვა ორმა აქციონერმა ამ როგავას აქციონერმა მომეციტა ეს შენობა მე ხელი მოუწერა ნოტარიუსმა რომელიც რა თქმა უნდა მოანგარდა არ გააკეთებდა დირექტორმა და ამათ უკვე აქციები არ აქვს აქციები მიცემულია და ჩემი აქცია ჩემი ყველაფერი ამ კაცს მიაკუთვნეს ეხლა რა მოხდა კარგი მიითვისა ამ კაცმა ეს არ დამიჯერა მე $100,000 მაძლევდა მაგდაც მე გამომიგზავნეს ფული სახში მაგრამ ფული არ ავაღებინე და მე რეგეს მეთხრეს ფული არ ავაღებინე ფული დავაბრუნე იმიტომ რომ ეს ჩემი შენობა და ჩემი ნაშრომი აქ ცოტა ძვირად ღირებული იყო და $100,000 მე თვალს არ დავხუჟავდი შეუთვალე თუ რამე გინდა მოდი ჩემთან და მე ყველაფერს მოგიგვარებ და რო გამოვალ ციხიდან მე დავშე და ვაჭრულად ველაპარაკოთ მაგრამ ეს ამას არ უნდოდა რა მოხდა ეხლა ახალაიამ ყველაფერი ეს იცოდა ახალაია მე ციხეში იმიტომ დამაყოლნა რომ ეს საქმე გაკეთებული იყო რადგან ახალაია შვილებთან ქონდა ამას მაგაცობა მეგობრობა დროშად ახონდა აგერ მაქვს ერთი გაზეთი სადაც წერია რომ მამა შემსო დედა შემსო
სამი სურათი უკიდიაო სახში ერთი ჩემის და შუაში მიხეილ სააკაშვილი არის. აგერმან გაზეთი შემიძლია მოგაწოდო და მოგცეთ. მაგრამ მიხეილ სააკაშვილმა არ უშულა რატომ? ახალაია მიცოდა ამან რა ამ დავით როგავამ როგორ მიითვისა არ უყიდია ენგური მიითვისა აქციის საბაზრად თლიანად შემიწიდა ყველაფერი. და აძლიეს $50,000. ახალაია იმის კაცი არ იყო $50,000 იყო, რომელსაც დედი 9 მილიონი ეგებდა. ეს შენობა ღირდა 3 და 5 მილიონამდე. 1650 კვადრატია ქალაქის ცენტრში. და რემონტი ყველაფერი გაკეთებული იყო და გამზადებული შენობაა და ყველაფერი. ეს ის შენობა ქალბატონო კომისიის თავმჯდომარე ბატონებო, რომელიც შენობაშიც მიდიოდა უკანა მხრიდან იყო შემოსასვლელი, მესამე სართული ახალაიამ რო წაართვა ამათ ეს და რო გააქცია ეს ხალხი რო შეაშინა, რადგან ფული არ მიიღო იმდენ რამდენიც უნდოდა. მე იცოდა ამათი გაფუჭებული საქმე რა იყო, ყალბი რაც იყო, მე ყველაფერი მაქვს რაც ყალბია, ხელმოწერილი და ბეჭედი დასმული ყველაფერი და შეაშინდა ამათ და გაიხსნენ ორს გამოუტანეს 5.5 წელი დავსრებლად გუნარა ჯინჯელოვას, რომელიც ჩემს საზოგადოებაში გაქრობდა რა უბრალოდ რო გითხრა ძალიან კარგ ურთიერთობაში იყო მათთან, მაგრამ როდესაც ფული არ მიიღო ახალაიამ გამოვიყიდა ამათ და წაართვა ეს უნივერმაგის შენობა და უნივერმაგის შენობის გარდა წაგვართვა 21 ობიექტი. ყველაფერი წაგვართვა, შემდეგ ეს ყველაფერი როგორ გაყიდა, ვის რა გააკეთა არ ვიცი, სულ არის ორი პატარა ობიექტი დარჩენილი დღეს, რომელიც არ არის გასხვესებული. დანარჩენი ყველაფერი მიითვისა. უნივერმაგ ენგური გადასცა თავის შვილს. კაცო, ერთი წუთით. ანუ წაგართვაში იგულისხმება ხდებოდა ხოლმე რომ თქვა სახელმწიფოზე აკეთებინებდნენ ჩუქებას. ამ შემთხვევაში ეს არ მომხდარა პირადად. არა, პირადად. მაგა სახელმწიფო რო იყო საჭირო სახელმწიფოში ჩვენ ვიყავით, ვიყიდეთ ჩვენ მაგი იაფად ვიყიდეთ, მანეთად ვიყიდეთ, კაპიკად ვიყიდეთ, აუქციონი იყო, გაიყიდა, შეისყიდა ხალხმა და კანონი არ დარღვეულა, ვალითად ვიყიდეთ, ვალიც მოყვებოდა მაგას უკან, გამიგეთ? და არაფერი არ ყოფილა შავარდანძის დროს ის იყო შავარდანძის დროს ეხლა მე პრეზიდენტის დროის გამოწვია ამათ წაგართვეს თავისთვის წაგართვეს თავიანთვის რა თქმა უნდა და ეს ყველაფერი მე დაუქვენდება რა თავის შვილს და რა იყო ეხლა იქ და რა თავისი შვილი ვინ არის ბაჩო ახალაია კი ბატონო პრობაცია თუ კიდე ერთხელ ჩამოვთვალოთ წამრთმევი ვინ არის და ვის ხელში წამრთმევი არის ახალაია პროკურორის ზუგდიდის პროკურორი რომელიც იყო ეხლა იცი რა არის რომ შემხდეს არ ვიცი რას ვეთქვი ძალიან ცუდი კაცი რომელმაც გააწყავა სამეგრელო რომელმაც დაიჭირა ბევრი დანაშაულ ადამიანი როლანდ ახალაიაზე ამ დიახ როლანდ ახალაია და ეხლა მე არ დამაჯერდნენ მაგრამ იმდენი მადა ხონდათ $500,000 მოვიდა შენ და სანდო კაცი ციხეში და $500,000 მოითხოვეს კიდო გეტყვი ალალს 100 რო ეთქვა შეიძლება მე არ მინდოდა დაჯომა და გადავიხდიდი $100,000 არ მქონდა მეტი ფული მე ბიზნესი ყაზახეთში მქონდა სერიოზული ბიზნესი კარგი ბიზნესი კანონის მოშლილი ვიყავი და ყველაფერი საკუთრება ეს იცოდნენ ამათმა ვიღაცამ უთხრა რომ ეს კაცი ფიშარა ფულს გადაიხდის დავაი მიდი მიაწექი და არ შევშინდი არც ხელი მოუწერე ის 2 წელიწად ნახევარი მე კიდე იმას ვუყი ციხეში უფროსები ხო არიან ციხის უფროსი 1 2 ვიყავი გეგუთში ვიყავი რუსეთის პირველში ეხლა მე ცოტა ვაჭრობაში რო ვარ ისეთი კაცი ვარ და მთლად ის არა ვარ ანგელოზი საქმე გამიკეთებია და ვიღაცის ყროლა მიგზებია ციხის უფროსებთან დავილაპარაკე და წავიდა კაცი და უნდა ჩააწყოს ნახევრით მეკუთის გაშვება უშვებენ მორფინისტებს, უშვებენ ვიღაცებს, უშვებენ მკვლელებს, უშვებენ მამაძაღლებს, მაგრამ რა თქმა უნდა, ამას ახალაია და მისი შვილი იმიტომ აკეთებს, რომ ფული აიღონ და ჩემგან ამ საქმეში მე უკვე ამ ნახევარში ფულს არ ვაძლევ. და ამ ციხის უფროსებს ეს ვედი მოვიდნენ ჩემთან და მითხრობს, იყვნენ კაი ბიჭები არიან, ხო, ხალხი რაღაცა და ყველას უნდა რაღაცა. ახალაიებსო, შენ რა გაუკეთე არ ვიციო და შენი გაშვება არ უნდა თზმაო. და მორჩა საკითხია არც ერთმა და არც მეორემ რა თქმა უნდა ჩემი კარგი ბიჭობით არ გამოვა არაფერი არ გიშვებს ეს კაცი რა და მე ამის მერე მე შევწყვიტე მოძრაობა ეხლა ვინ დარბის წულაია თამაზის დასახმარებლად ის ვისთანაც კონფლიქტი ქონდა ეს კაცი მომჩივანი არ იყო იმან სიმართლე რო აღიარა იმასაც 2 წელიწად ნახევარი მისცეს დაიჭირეს იმიტომ რომ ჩემ წინამდე გადადგა
საწყალი კაც პატიეს ბიჭი და კარგი. ვინ დადის და მე ყავს ორი ბიჭი და ერთი გოგო, ორივე სამი უმაღლესი დამთავრებული. ეხლა თუ მეტყვით მოსკოვში რატო დაამთავრეს, იმ დროს მოსკოვში ყველა სწავლობდა და არ იყო ერთხელი საბჭოთა კავშირის დროს დამთავრება და სწავლა. ჩემი ბიჭი დაიჭირეს პატრონმა გააჩერა არ არის და ამათ შორის მოხდა მოდი მას გავთიშო მაპატი. კარგი. ხო და ის და სულ დაიჭირეს და მის 10 დღე. ამ 10 დღეში ჩემი მეორე ბიჭი მივიდა წანიშის კეპეზეში ციხეში არა და ტანსაცველი მიუტანა. ჩემს შულს აღუძრე საქმე შენ რო ტანსაცველი მიუტანეო იმაშიო თურმე გარეცხანდე პლანი იდო. ეხლა კი არა. გარეცხამდე დღეს არაფერი არა, მაგრამ თუ რო გარეცხეს მანამდე იდო პლანი და ამის კვალი ნახეს აქ. გამოვიკიდე ჩემს შულს და დაიჭირეს და იმას მისცეს 1 წელი. ეხლა 10 დღიანი რო იყო ამან მოსამართეს აიშხობა, მოსამართეს 3 თვე დაუმატა. გამიგე? და ბოლო მივიყვანეს 9 თვემდე და ორივე ჩამიჯდეს და სამი ვიყავით ციხეში ერთად. ჩემთან იყოს ორივე ასეთი რაღაცა. შემომითვალეს, ხლა მე წავდა კაცი იმასთან მივიდოდა, ამასთან მივიდოდა. თუ დათმობო შენ წილს აქციებს და ყველაფერს უნერბა გენგურსო, შენ სადაც სულებს გარეთ გამოგიშვებოდი 3 დღეში, 3 დღეში. მაგრამ მე არც დავთმე, არც მოვაწერე და არც არაფერი. კარგი. ეხლა რაც მთავარია რა იყო უნერბა გენგურში? უნერბა გენგურში რომ მიითვისა ახალაიამ, ეს ხალხი გაიქცა, ამათან მე მქონდა ცალკე ლაპარაკი ამ როგავა და ამათან და როგავა მითხრა მე ყველაფერი წამართვეს და შენ რა მოგცეო. და ასე დამთავრდა საუბარი, მაგრამ მე მასთან საუბარი მექნებოდა, მაგრამ მანამდე 2012 წელი მოვიდა ღმერთის წყალობით. ეხლა პათხალებობა არ მიყვარს, მაგრამ მადლობას ვეუბნები ბატონ ბიზენა ივანიშვილს, მადლობას ვეუბნები ქართულ ოცნებას, რომ მე ეხლა აქ ვზივარ და თავისუფლად ვლაპარაკო. ეხლა რო იყო სააკაშვილის მე აქ ვინ მომიყვანდა, ანდაც ეხედა მოვიდოდი და ასეთი ამბავი ექნებოდა. მესამე სართულზე იყო გახსნეს ვითომ გამასაჯანსაღებელი პოლიციელებისთვის და ფაქტიურად იყო რატომ ვიცი ეს გეტყვი მე ციხეში რო ვიყავი მე მქონდა კავშირები გარესამყაროსთან ჩემებთან ტელეფონი ყველაფერი და ჩემი ენგურის გვერდით ცხოვრობდა ერთი დახალივით ადამიანი რომელიც ყველაფერს ხედავდა და მეუნებოდა მესამე სართულზე გაუხსნიათ გამასაჯანსაღებელი სპორტული პოლიციელებისთვის ვითომ რაღაცა რა ხდებოდა მესამე სართულიდან უკრიდან იყო ასასვლელი 9-10 საათის მერე აიყვანენ ადამიანს ხელბორბილიანს მიდიოდა ცემა მიდიოდა ტყება მიდიოდა მაპატიეთ იქ რო არის ერთი კასტედიანი კაცი და უბირია და რაღაცა რო არის იმ ენგურში იმ შენობაშია ის მამაკაცი ვიღაცა საწყალი კაცი რო გაუბედროს და გაუბადევროს ის იქ იყო იმ შენობაში იყო იმ კაცის ნათქვამს გეუბნები ეს კასრები და ყველაფერი იქ იყო მაგრამ როდესაც დაბრუნდა ქართული ოცნება სამ დღეში ეს შენი კასრები ყველაფერი სადღაც წავიდა და ის იყო მერე სადღაც რო ნახეს ეს აქედან იყო ეს ყველაფერი ამ შენობების მესამე სართულზე იყო ეს კერა ასე ვთქვათ ძალადობის კი ბატონო ეს ცნობილი ამბავი იყო ზუგდიდში ეს ყველა მისოდა მაგრამ ვისატყოდით და რო თქვა რა აზრი ქონდა იმან თუ იტყოდი რამეს შენ ზაგიჭერდნენ და ხალხი ამას ხედავდა იქ ცხოვრები ხალხი ეს დამალული არ არის ეს ყველა მისის და ის კასრები და ის რაღაცები რაც მოძებნეს ეს აქედან გაიტანეს როდესაც ქართული ოცნება დაბრუნდა რომ გაიმარჯვეს იმ სამ დღეში მოაზრეს ამის გადა მაშინ მე აქ არ ვიყავი მაგრამ მე მაქვს ინფორმაცია მყავდა მე ეს ვინც მომაწოდა და ეს ინფორმაცია ვინც მომცა და როგორც გაიჟღერა ეს უკვე მიხვდნენ და ის იმ ქალის პადიეზი მოწამლეს როგორ ვითომ რაღაცა აი ეზოს რო ასხურებენ წამა და პადიეზი მოწამლეს და იმ ქალს შეეყარა ავანტყობა ინსულტი მიიღო და მოკვდა ნუ მოაგვარეს ეს საკითხიც რომ იმიტომ რომ მე ვიყავი იქ ახლოს და მე ყველაფერს რომ ეტყოდნენ ინფორმაციის მიცემა ძალიან შეიძლება ხო ხედავ ესენი ყველაფერს აკეთებენ ეხლა მე მაინც ახალაიასთან რო გამოვედი ციხიდან დავწერე ერთი განცხადება მოვიძი უნორბაგენგური და წავედი ყაზახეთიდან რატომ ეს საკითხი ამოვწუროთ ვილაპარაკოთ რა არის როგორ არის და შემდეგ მეორეზე კიდევ გადავალ და ეხლა ამ უნორბაგენგურში მე მაქვს 17% ნახევარი
მე შენობა არ გამიყიდია, შენობა არავის არ უყიდია. აქცია ქონდა თქვენ და მე. კარგი, უკანონო გააკეთეთ შენ, მე მაჯობე, ქთამი გადაიხადე, ყველაფერი გააკეთე და მიითვისე ეს შემიგონება. მაგრამ ის 25% რო არ გიყიდია. ეს რატო უნდა მოგცე შენ? მიპატიებია ყველაფერი, მიმიცია ყველაფერი, მაგრამ ეს მაინც მომეცი, ჩემი მეთქი უთხარი რო გავა მიშილა პროკურატურაში, მაშინებსო, ბიჭებს მისევსო და ვითომ შავ სამყაროს იმით ვაშინებ და ჩემი შვილები არიან ისეთი ბიჭები, რომ ამათ ეშინია და შიშით კანკალებდნენ. ამ ხალხმა ენგურში შანტაჟი აუტეხა ერთ პატიოსან ადამიანს, რომელსაც კიდე 5% ეკუთვნის ტონია შხოლარიას, 15 კვადრატიანი შენობა ჰქონდა, იმისის მითვისება დაიწყეს და პოლიცია გამოიძახეს. პოლიცია რო გამოიძახეს, პოლიციამ ვერ ნახა აქ რამე დანაშაული და უთხრა რომ სასამართლოში მიდით. 4 საათის შემდეგ გამოვშვიდი მე ვიღაცამ დამერეკა და იქ ჭუბი არია და მივედი და მივუთიდე წესრიგისაგან და ისიც უთხარი თქვენ უკანონო გააკეთე, მაგრამ სასამართლოში ვილაპარაკოთ. საღამოს 6 საათზე გამოცხა წერილი, თურმე მე შემიშინები ესენი და ჩემი შიშით ხარი ცუდად გახდა და შემს მიმართ აღძრეს საქმე. და 1500 ლარი მე დამაჯარიმეს, ვიღაცამ თქვა 10 საათზე პოლიცია გამოიძახეთ, 2 საათზე კაცი მოვიდა. ის კაცი მაშინ არ იყო და რა იცოდით 2 საათზე ეს კაცი მოვიდა და ვიღაც კვიანი პროკურორში კიდევ არის. და რაშია საქმე და ის კაცი ვის გამოც გამოიძახეს, ისიც საქმეში გაუშვეს, იმას 500 ლარი გადაახდენენ ჯარიმა და ამან დააყენა ჩემ წინააღმდეგ ცოლი დედმამა და ვიღაც კიდევ თავისი ადვოკატი. ეს არის ეხლა ჩვენი დრო როა ისე ვლაპარაკობ. ჩვენი დრო რო არის. 4 წელი, 3-4 წელი. და სასამართლოში ვიყავი და მე სასამართლოს არ დამასწრეს, იმიტომ რომ სასამართლოში ჩვენ ცოტა ლაპარაკი მოგივიდა, მე ვთხარი საფუთები არ აგავს, ეს არ აგავს და მოვთხოვე. იმას კიდევ ყავდა ალბათ რაღაცა ვიღაცი მედი კიდევ აქვს მაგას და არიან ხალხი კიდევ შემორჩენილი ძველი დროის ალბათ პროკურატურაში კიდევ და არ გამომივიდა არაფერი სიმართლე და არაფერი. მე რას ვითხოვ? იმაში პროკურატურიდან მე პრემიისთან მქონდა განცხადება, სად მქონდა ერთთან, მეორესთან, მესამესთან და ესენი დააწერენ პროკურატურას, პროკურატურა გრიგალაშვილია ვიღაცა დემეტრე, რომელთანაც მე ორჯერ ვიყავი. როდესაც ამ ხალხს 2016 წელს ამ ხალხმა იმუშავა ვიღაცასთან, ეხლა შეიძლება ლამაზად არ გამომიდეს, მაგრამ უფროსორად პირიკაშვილთან რაღაცა გამარჯვება გააბეს, ასეთი ამავე გავიგე ბათუმში რაღაცა ამ როგავამ და დაიბრუნა ეს შენობა. ეს შენობა ამას არ დაუბრუნდებოდა, მაგრამ მისმა ადვოკატმა მარია ნიკოდოშვილმა მითხრა, დამეხმარეო რომ ეს დავაბრუნო და მე ეს ხალხი შენთანაც გააბამსო საერთო ენას. დავთანხმდი, კარგი, მე ამ შემთავრობასთან დავასდა პროკურატურამ დავას მერჩივნა, მასთან მქონდა დავა და ისეთი ქაღალდი მივაწოდე, რომელიც ქაღალდის არ არსებობდა საერთოდ არქივში კიდო. რატომ? ახლა იმ თევიდან ბოლომდე ყველაფერი გაანადგურა, რომ დაემტკიცებინა, რომ ეს ჯუჯბაჭრობის საზოგადოება შეიქმნა ყალბად. მაგრამ შემმა ფურცელმა, რომელიც მე მქონდა ერთი თავიანი და ძირიანი და მწვანე ფურცელი, იმან ყველაფერი ყირა დააყენა და გამართლა საქმიანობა და დაიბრუნა ამ კაცმა. რა თქმა უნდა, დაიხარჯა ალბათ რაღაცა გააკეთა, მაგრამ დაიბრუნა. ამის შემდეგ სულ დამეკარგნენ და მე შანტაჟი მომიწყოს აგერ კიდო და აქეთ მე დავიბიან. ეხლა რა მაქვს მე თქვენთან, მე იმას თქვენ პირადად ვერ დამიბრუნეთ, მაგრამ მინდა აღდგეს კანონირება, მინდა აღდგეს პროკურატურა მიმუშაოს, საბუთები ყველაფერი მაქვს, რა გაკეთდა, როგორ მიითვისეს, გამიგე, როგორ მოხდა ეს, მე ახლა იმ რა გააკეთა ეს ყველაფერი გვაქვს ჩვენ, მე ბეჭე დარტყმული ხელი მოწერილი ყველაფერი საბუთი, რაც არსებობს ყველაფერი გამაჩნია. შემიძლია უფრო დაწვრილებით, უფრო დაალაგებულად. ეხლა მე სადაც მერვილობ, ეხლა თქვენთან რომ ვლაპარაკობ, თორემ მე შემიძლია უფრო დაალაგებულად, უფრო წნარად. კი ბატონო თამაზ, მოდი შეგაწოდოთ. კი. და ეს ამ საკითხთან მითხარით რა არის? კი ბატონო თამაზ. მეორე საკითხი. კი. ბატონო თამაზ, ასე ხომ არ მოიქცეთ, რა თქმა უნდა, კითხვები დაისმება, მაგრამ თქვენ ყველა ის დოკუმენტი, რომელიც არ გაქვთ წარმოდგენილი კომისიის წინაშე, რომ შეკრიბოთ, ალბათ ერთი კვირა გეყოფათ ამისთვის სავსებით. ადვოკატი ბაშური ყურაშვილი, კარგია, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, სასამართლოს არ ვადგენთ, მაგრამ სასამართლომ არ მიიღო. კი ბატონო, ეს რომ შეკრიბოთ,
კომისიაში წარმოადგინოთ კომისიის წინაშე ოფიციალურად, რა კი სხდომაზე უკვე ბრძანეთ, რომ დოკუმენტები გაქვთ და შემდეგ ჩვენ ამ დოკუმენტებზე დაღნობითაც თუ გაგვიჩნდება კითხვები, ამ კითხვებსაც მოგაწვდით ხოლმე სანამ კომისიას ამოეწურება უფლებამოსილების ვადა. ამ პირველ საკითხზე ხომ არ არის კითხვები. მეორე საკითხზე ბრძანეთ მაშინ და შემდეგ შევაყროთ. ანაკლიაში დიახ. აგერ მაქვს საბუთი. სულ ცენტრში მაქვს მიზა 600 კვადრატი მქონდა. დღესაც მაქვს. საბუთი ჩემია. რეესტრი ყველაფერი გადარებულია 2010 წელს. ახალაიამ პირადად და გროზიამ ორივე მიდადგა. მე მაშინ ციხიდან გამოსული ვიყავი. შორიდან ხედავდი ამას, მაგრამ ჩემთან მოვიდა კაცი და მითხრა, თუ შენ აქ გამოჩნდები, ისევ ციხეში დაგაბრუნებენ, ისევ დაგიჯერენ. ამიტომ ხმა არ ამოიღო. შემოკავებული მქონდა შენობა. თუ იცით ანაკლის ცენტრში ხიდი რო იწყება, იქ ნავები დგას ახლა, ნავები. ნავებთან რომ მივხვდი, ჩემი მიწაა მანამდე. ამიგე ბეტონი დასხულია, მოწესრიგებული, ეს მქონდა შემოკავებული კარგი ზაბორით, მქონდა ერთი $20,000, 18-20,000 დოლარის მასალა, რკინა, ყველაფერი რაღაც გაკეთება მინდოდა და დაწყობილი. ეს ყველაფერი მიყურე, წაიღეს, რა წაიღებოდა, ეს შენობა და ეს გალავანი მოანგრიეს ტრაქტორებით და მიუერთეს ეს სასტუმრო გააშენეს იმ შენობას. ჩემთვის არც უკითხიათ, არც მომყიდე უთქვიათ, არც ხელი მომიწერე უთქვიათ. იმიტომ რომ იცოდნენ არ მოვაწერდი და მიითვისეს ეს შენობა. დაუწერე განცხადება და მითხრეს რომ მე როცა თქვენ დაბრუნდით, თქვენი ის დაბრუნდა და მომწერეს მითხრეს რომ ზედებაში ხარო სანის ამ სასტუმროსთან. ზედებაში ვარ მე. მე კიდე 2002 წელს და შენი კიდე 2010 წელს და მე თუ ზედებაში ვარ, შენ რატო არ იყავი იმ დროს ზედებაში მეთქი. ამ საქმეს გამოვეკიდე კანონიერების მიხედვით და მადლობა ღმერთს რომ თქვენი მოსვლის მერე თქვენი კანონის მიხედვით თბილისის იმან ზუგდიდმა ქუთაისმა და იმან უზენაესმა სამივემ ჩემი თხოვნა და მოთხოვნა დააკმაყოფილა და ამ დღეებში თბილისიდან საკუთრივ რო წავა ზუგდიდში ამ 600 კვადრატს რომელიც დღეს ღირს $200,000-მდე ის ცენტრი ადგილია, მაგარი ადგილია და დამიბრუნებენ არ იქნება უკვე პრობლემა, იმიტომ რომ იმან ხაზარაძის იმან ბანკმა თუ ვიღაცა იჩივლა მეო იყადაყარიო რაღაც არიო ეს არიო, მაგრამ მოსამართლე უთხრა 600 კვადრატი არაფერს არ წყვეტს, ამგან საბუთები აქვს და არ მიიღო მათი საჩივარი ჩემს წინააღმდეგ უნდათ რამე და სასამართლოში მათ ადვოკატთანაც მომიხდა შეხლა შემოხდა ლაბარაკი და მე ვუთხარი თქვენ ხართ წურბელები, თქვენ ხალხი დაყობეთ, თქვენ ხალხი გააზარწვეთ და ესეც აგერა ჩემია და რაგინა მეთქი და TBC ბანკი გედავებოდათ? დიახ. და თქვენ დავა მოუგეთ. მოსამართლემ არ მიიღო იმათი გასაგებია. ის და ჩემი ის დააკმაყოფილა და ეხლა საბუთი რო ჩავა იმაში სამი თვე ამის მერე ჯერ არ არის მოსული რომ მოვა ზუგდიდში ანაკლის იმას იუსტიცია ალბათ მითითებს და მე ექსპერტიზაც იყო ექსპერტიზა კი ბატონო სასამართლოს საბოლოო კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას მიიტანთ მარეგისტრირებელ ორგანოში და იქ მერე უკვე მოხდება საბოლოო რომ ჯერ თბილისიდან დაბრუნებული არ არის საქმეები უკან კი ბატონო დრო უნდა პროცედურას თავარია რომ დავა თქვენ სასარგებლოდ გადაწყდა რასაც გილოცავთ კიდევ ვიტყვი თქვენი მთავრობა რო არ ყოფილიყო მე იმას კი არა კიდევ მაქვს მე ხლა მიყურე ის მე არა ვარ მილიარდელი მაგრამ პატარა ფული მეც გამაჩნია ცხოვრებაში მუშაობ თემის და ყველაფერი. მე ოჯახი, შვილები ყველაფერი დაწყობილი მაქვს და სამართლო არაფერი არ მაქვს და ბიზნესი მაქვს და ყველაფერი. ამათ ხელში, ამით მე რო ერთი სამართლის სხვა რაღაცა გავაკეთე, მაგრამ ამათ ხელში ბიზნეს ვერ გააკეთებდი. რატომ? ან წელში ჩაგიჟდებოდნენ, ან და წაგართვევდნენ. ამიტომ მე მოვითმინე სანამ ესენი გადავარდებოდნენ და მე სავაჭრო ცენტრის გავხსენი და საქმელი ზარი და რაღაცა არის პატიოსნურად. წელიწადში ბიუჯეტს ვაძლევ, ერთი შენობა მაქვს ესეთი, რომელიდან 100,000 ლარს ვაძლევ ბიუჯეტს კანონიერად. კი ბატონო. ეს არის. და ვარ პატიოსანი ადამიანი, რომელსაც სხვისი არ უნდა და გულმოსული ვარ რომ მე ჩემი წამართვეს. და მე დიდი დავა მაქვს მე იმასთან დავით როგავასთან, საზოგადოებაში გუნარა ჯინჯელოვასთან ნოტარიუსთან, რომელიც იმან მოისყიდა და
შემდეგ იმაში ტელევიზორში გამოდის ერთი ბეგლარი ლოგო გუნარა ჯინჯელოვაშვილია და 30 აქციონერი იყო იქო და რაღაცა იყო და გაიყიდაო ტყუს ლაპარაკობს 30 აქციონერი იყო კი 158 აქციონერი იყო მაგრამ დედამისის ნახურდალი და იმის გადაფო ის უნდა გამიგე და ვითომ კი ბატონო როგორ შევთანხმდით პირველ საკითხზე დოკუმენტებს აგერ მაქვს საკუთები დავიტოვებთ 21 ობიექტი წაგვართვა ახალაიამ ყველაფერი მიითვისა რა იყო 1 გექტარ და 400 კვადრატიანი მიწა ქონდა ქალაქის ცენტრში საწყობი ეს რა იყო რაქნა ვისფისა მარაფერი არ ვიცით ჩვენ ბატონო მაგას ჩვენ ჩავხედავთ ბატონო თამაზ ორი პატარა კითხვა მაქვს და შემდეგ წევრებს თქო ვკითხოთ თქვენ რამდენ ხანს იყავით საპატიმროში და რა პირობებში იყავით 2 წელიწად ნახევრები ვიყავი ხალბატონო ეხლა საპატიმრო პირობებში კარგად ვარ რომ იტყვის კაცი სულელია მაგრამ მე არ ამიშავდა და რატომ იქ იყო ფერმის ამბავი ცუდი ამბები ბიჭების თემა ყველაფერი მაგრამ ნამდვილად არ უცემენ რატომ მე მოუძებნე საერთო ენა რომ მივედი თუ გაქვს რაღაცა ვარგი ხარ და რაღაცა მოუძებნე საერთო ენა ისე რომ იქ ყველაფერი იყო მე როგორც ჩემთვის მჭირდებოდა მე რა მჭირდებოდა გაზეთი საერთო-საცმელი იქ ავრი არ მიჭამია შემოქონდა ჩემთან და ტელევიზორი და ტელეფონი იყო კორუფცია რა თქმა უნდა ამ შემოდიოდა ყველაფერი კეთდებოდა ბატონო თამაზ აი ამ ნორმალურად ყოფნაში ასე დავარქმევ გაზეთი ტელევიზორი საჭმელი გარედან შემოგდიოდათ არ გირტყამდნენ თქვენ თანხა გადაიხადეთ თუ როგორ იყო თუ ვიღაცა პატის არცენტი გადადონო ცემას რა დიდი ამბავი უნდა რო არ მისცე წაგათმევენ და მე სანამ ცემდნენ და სამე რამე მოხდებოდა მანამდე მოვაყვარე რომ მე ნორმალური კაცი ვარ პატისემა ყველა ჭირდებოდა და ყველაფერი რა თქმა უნდა უფლოდ არ გაკეთდება არაფერი ვაძლევდი მივცემდი ერთხელ ანუ პატიმარს რისი უფლებაც ავტომატურად კანონით და კონსტიტუციით აქვს თქვენ ეს რომ თქვენთვის მოეგეცათ თქვენ ეს უფლება იყიდეთ როგორც თქვენ ამბობთ გასაგებად ბატონო ვერ ყიდულობდნენ უკაცრავად აი სხვები ვერ ყიდულობდნენ ყველას კი არ აქვს ფული და ვისაც ხონდა ანუ ვინც სამი ჩვენ ერთად ერთ ოთახში აი თქვენი თქმით ეს რეზბალიცა ქვია ახლა იქ თუ კარგად გინდა იყო არის რეზბალიცა ციხის საავადმყოფო ციხის საავადმყოფო კი ბატონო საავადმყოფო არ არის ნახეთ კაუგია და სამი ვიყავით ჩვენ სამივე ჩემისანა იყო ერთი იყო საგადასახადო პროცესი ახალია დაიჯერა კაი ბიჭი დანელია პატა კარგი კაცი კარგი ბაშკაცი წესიერი ბიჭი არ გააკეთა ის რაც ახალიას უნდოდა და მოუძებნა რაღაცა დაიჯერა არის ერთი წელი და ორი წელი ანუ თქვენი თქმით თუ მარიფათიანად მოიქცეოდი და მიდგებოდი მოდგებოდი გადაიხდიდი რამე ყველაფერი კარგად იქნებოდა არ იყო პრობლემა ჩვენ გავიგე არც იქ და არც რუსთავში ეხლა როგორ გითხრა ელარსაბ ჭამდით შემოდიოდა გარდა ყველაფერი ბატონო თამაზ თქვენ როდესაც როლანდი ახალაიას და სხვების აი ამ ქმედებების შედეგად წაგართვეს ქონება ჩაქვსვეს ციხეში ამ დროს ჩაქვსვეს ჩემი შვილების ჩემ დამხმარების გამო რო არ დამხმარე თქვენი შვილებიც დააპატიმრეს თქვენი ხელშეწყობის გამო ხელშეწყობაში იგულისხმება პატრონობა რომ მამას მიუტანოთ ანსაცმელი ციხეში სამივენი აღმოჩნდით საპატიმროში ვინ ხელმძღვანელობდა მაშინ სასჯელ ახსულების სისტემას დათო ბაჩო ახალაია ბაჩო ახალაია ანუ მამამ წაგართვა ყველაფერი და შვილი მიყურ ეხლა რა არის მე რომ მომინდომე რაღაცა და ხალხი მივიდა ბაჩოსთან ბაჩომ ნახევრით მემერგებოდა არ უნდა არაფერი ფული არაფერი თამი კანონით უნდა გამოეშვი არ დამიშვები არაფერი ვიღაცას უშვებ მაწანწალას უშვებ გამომწალოს უშვებ ვიღაც ყაჩაღი გაუშვა ცნაჟი ფულს იღებ ხო და მაგრამ ჩემგან ეხლა იმას რა უთხრეს არ ვიცი მაგრამ მითხრა კაცმა ბაჩო ახალაია და ახალაიებსო შენი გამოშვება არ უნდაო ეს მამა აძლევდა დაკვეთას მამას ჰქონდა სია მამა დაიჭერდა შულთან იყო და მერე იყო ვაჭრობა გაუშვათ არ გაუშვათ რა გავაკეთოთ რა ავიღოთ და კეთდებოდა არ არის ეხლა ახალაიასთან თუ შეხვიდოდი შევიდა ერთი ჩემიანი რომ ჩემთვის რაღაცა ბაჩოსთან არა როლანდისთან როლანდი ასე თუ წამოწოლილი და 30 კაცს ღებულობდა დღეში 31-ს არა 29-ს არა 30
ამ 30 კაციდან წინასწარ იცოდა რა ქონდა ქალბატონ თეატრალურიას ქონება, რა ქონდა თამაწულიას ქონება, რა ქონდა სოზარსუბარს და ყველას და ამ იცოდა რა მოეთხოვა. შევიდოდა და საწყალი ხალხი კიდე გაატყაბა, ზოგს როხა გააკეთვინა, ზოგს რაღაცა პატვოდი ქონდა, უდანაშაულო ბიჭებიჯდნენ ქვეყნის ბავშვები. მე ცოტა იურიდიული განათლება და რაღაცა მესმოდა და ბავშვებსაც ვარეგებდი, რაღაცა კითხავდნენ და ცოტა მეტი რო ვიცოდი, შევაზღებლობდნენ ჩემგან. და აზია რო არ არიან ისე ორი კაცი დაიჭირეს და მესამე ძმა შემოხვდა გზაში. ავატყოფი ბიჭი, ისი წაიყვანეს. დავაი. არისო არაფერი, არისო განუკითხაობა იყო. თქვენიანი მივიდა ბატონ როლანდ ახალაიასთან და რა მოხდა? არ გამოვიდა. მადა დიდი იყო და ამ დიდ მადას ვერ აუდიოდა წვლია თამაზე. ხო და გაიღებულობს რა არის? შემოდის თქვენთან, თქვა თქვენ ხარ ახალაია და შემოდის თქვენთან თქვენ. მერტმა დამიფაროს. მერტმა დაგიფაროს კი არა, ნამდვილად დაგისყევლიდი ასე რომ იყოს. და ზის და მეუნება პატრონი დამეხმარე ჩემი შვილია უდანაშაულოა დამიჯეროს. კარგი, რამდენს გადაიხდი? გადავიხდი 3000. არა 10000 არა მაქვს. აი 5. და მიდის ვაჭრობა. მიდის ვაჭრობა, სხვა არაფერი. პროკურორთან. მიდის ვაჭრობა და იწერება. ეს და ამის მიხედვით მიდის ყოველ დღე. გეუბნები დაახლოებით 1.300 მილიონი დოლარი მაქვს მე ცოტა ინფორმაცია კიდე მუშაობდა ხალხიდან. ახალაიამ ხალხს გამოძალა დაახლოებით ამდენი ფული. ესე იგი ბატონო თამაზ რო შევაჯამოთ. მამა როლანდი ახალაია იჭერს აგზავნის ჩასასმელად შვილთან მერებიდის ვაჭრობა როდესაც აქ მოაგვარებს საქმეს ის თავისუფლს ეუბნება და ეს შენი პატიმარი ან ნახევრით გამოდის ან თავისუფლდება ვიღაცა ფოჩი ყაჩაღება იყო და ყაჩაღებული და ახალბიამ გამოუშვა. ბატონო თამაზ იმას ამბობთ რომ მამა ახალაია როლანდი როგორც პროკურორი სამეგრელოდან შვილს ბაჩუ ახალაიას ამარაგებდა პატიმრებით. რა თქმა უნდა ეს ეს არ არის ახალი ამბავი. ეს არ არის ახალი ამბავი. მას მერე თუ შეხვედრი ხართ რომელიმე სამეგრელოში. მე ბაჩუს ერთად არ ვიცნობდი და ბაჩუ მოდიოდა ციხეში. მაგრამ მამას ისეთი წესი ჰქონდა თუნდაც თვალი რო იყო ციხეში არ უშვებდა ციხეს უბრალოდ ჭკვიანი კაცი იყო ეს თუ დამბავს ატეხდა იქ. და არ უშვებდნენ და როცა გარეთ მანქანაში და გამოფხუძებდა მე შემოდიოდა მაგრამ მე არ ვიყავი პათხალი მე და მე ამასთან იქ რაზე მივიდოდი არც მიკადრები მისვალზე არც ბატონო თამაზ და თუ შეხვედრი ხართ ბოლო დროს როლანდ ახალაია ქალაქში არ დადის არ დადის თუ ვერ დადის საქართველოში არ დადის როლანდის სახშია ჩაკეტილი და ამდე ღამიწავა სადმე ქალაქში მაგი ვერ გამოვა რატო ვერ გამოვა როლანდი ახალაია ჩემი ზანები რო შეხვდება მაგას იმდენი სტუდიას გაკეთებული კარგი მე ჩემთან უკან მიგზა მაგრამ ჩემზე უარესიას გაკეთებული ხალხი ყავს მიშვილებს დაღუპული ხალხია პატისანი ხალხი მოკრული აგერ იმაში სამი ბიჭი რომ მოკლეს დავთხოვში ბავშვებმა არც ეციან რა დაემართათ ეს ბავშვი ჩემი არ არის მაგრამ თქვენი შვილია იმის შვილია ამის შვილია ყველა ჩვენი შვილებია ხო რამდენი ვინმე მოკლეს რამდენი ვინმე იმაში სხვაში გადააგდეს ვიღაც ფოცხოა ბიჭი მოკლეს იმაში ანაკლიაში რატომ რაღაცა ნახა სააკაშვილის იქ რაღაცა ცუდი და ეს რო არ გამოსყენებულიყო მოახშვეს და მოკლეს ბიჭი. ამიტომ როლანდი ახალაიას თქვენ ამბობთ რომ ზუგდიდში არ გამოეყოფა თავი? არ გამოეყოფა, მაგას ქუჩაში კიდევ ყავს ხალხი დაჭერილი მეზობლები. მე ჭარს გაკეთებული სახლში ეზოში კი არა ოთახში ქვევით რომ სახლი არ მოუწავლონ და ეშინია. ამიგედა შვილები ამათი შვილები სკოლაში რო სწავლობდნენ სწავლით დედა პედაგოგიკურად მართლა სწავლობდნენ სხვაძე უკეთესად მაგრამ თუ ხელს გაარტყამდი დედმამას მოგიყვანდნენ თორემ ლაშრები იყვნენ და ესენი ბიჭები არ იყვნენ ამათ როდესაც ესენი ძალაუფლებში მოვიდნენ ლაშარს მიეცი ძალაუფლება და ვაჟკაცი ვარ იწვის და ლაშარი ყველაფერს გამკეთებელია ამათმა ყველაფერი გააკეთეს ყველაფერი იკადრეს გერმანელები რო არ იკადრებდნენ ისეთი იკადრეს კაცი ხვეწება ეუბნებიან უდანაშაულო ადამიანს აი ეს თქვიო და კაცი ბერი ამბობს და საშინელი შეურაცხყოფა მიაყენეს უნურვა გიგური მეზამე საფრთხეზე როდესაც დაბრუნდა ქართლოსმა სამ დღეში განთავისუფლდა შენობა და ის კაცები ის იარაღი იქ კასეტები რაც იყო ყველაფერი გადამალეს მაგრამ თქვენ მაინც ნახეთ ის და იცით რა იყო და რა არა გასაგებია კითხვები ბატონი სოზარი იტყვის და შემდეგ დავასრულებთ. უბრალოდ ბატონო თამაზ დიდი მადლობა რომ მოგბრძანდით. ძალიან ის ხატოვნად კი მოვყევით ციხის
სიტუაციას, მაგრამ აქ უცბად რო გითხრათ, სახალხო დამცველი ვიყავი და ცოტა რაღაცა ვერ გავიგეთ და რატო გეტყვით ახლა. იმას კი არ მომბობ, რომ ახლა კორუფცია არ იყო. ძალიან პრივილეგირებული პატიმრებიც მინახავს, გამოვაქვეყნე კიდევაც სურათები მაშინ ერთხელ, სწორედ ამ ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, რეზბალნიცას რო ეძახდნენ ორთაჭალაში, ძველში, სადაც გეგუთში, უფრო გეგუთში იყო ის. არა, მე ვამბობ აქ თბილისში, ვითომ რო ებრძოდნენ იმას ქურდულ სამყაროს, მაყურებელი ყავდათ, რომელსაც ოროთახიანი აი როგორც ახლა სააკაშვილი არის საავადმყოფოში, ეგეთი ოროთახიანი, თავისი ის ქონდა კამერა, რომელიც შიგნიდან იკეტებოდა, გარედან არ იკეტებოდა, ორი ადამიანი ემსახურებოდა, უზარმაზარი მაცივარი გამოტენილი ყველაფრით და პრივილეგირებული ადამიანი იყო, ტელეფონის ჰქონდა და ყველაფერი, მაგრამ ეს იყო, იმიტომ რომ სჭირდებოდათ ციხის კონტროლისთვის, ვითომ რო ებრძოდნენ ამ ქურდულ სამყაროს. აი თქვენთან დაკავშირებით, ახლა სხვა რო გითხრათ, რომ ესეთი ტელეფონები ჰქონდა და ესეთ რაღაცა პრივილეგირებულად იყვნენ ადამიანები, ცოტა რაღაცა უნდა ყოფილიყო. მარტო ქრთამით ეგ არ ხდებოდა და აი რატო იყო თქვენს მიმართ ასეთ დამოკიდებულება? ჩემთვის ვერ სურათი ვერ შევქმნი. მე კი არ ვიყავი ასე, იქ ტელეფონები ჰქონდა ცოტა ყველას და რაღაცა ბიჭობაში კიდე თავს რო დებდნენ ისედებიც იყვნენ, იქ მაყურებელი იმათაც ჰქონდა ტელეფონი. იმათ ჰქონდათ, ვიცი. და თქვენ რატო იყავით ესეთ პრივილეგ? მithumetes თუ მამასთან დაპირისპირებული იყავით, შულთან დაპირისპირებული იყავით, ახალგაზრდა გულისხმობ. ქუჩაში და იმას არ ვანახვედი, მაგრამ მქონდა ჩემს ოთახში და ისოდენ რომ მქონდა და როდესაც რაღაცა დიდი შემოწმება მოხდა, ტელეფონი გავტეხეთ რომ არავის არ ახლა იყო შემოწმება სერიოზული. ყველაფერი. მაგრამ მე ისე შემოვატანე და ტელეფონი რა არ არის პრობლემა ტელეფონი შემოვატანა. შემოვიტანე და მქონდა გარე სამყაროსთან. მე ყაზახეთში ჩემი სამსახური რო იყო, 2 წელიწად ნახევარი რო ვიჯექი, ახალია მომაყენა 800,000 დოლარი ზარალი. რატომ? მე ვერ წავიდი, საქმე ვერ გავაკეთე და საქმე ეს ხარჯი დამხდა, იქ ზარალი მქონდა სერიოზული მიკროქარხანა და იქ იყო მუშაობა. მაგრამ მე ყველაფერი მოვაგვარე, ყველაფერი მივედი და ვაწყო და არაფერი მე არ დამიკარგია. ეს ტელეფონი არ იყო ბატონოსო თქვენ სუზარ, თქვენ იყავით დამცველი, მე ვიცი თქვენი ყველაფერი, თქვენი შემართება, მაშინაც და ეხლაც ძალიან მაღალი ვარ ამით და მაგრამ ეს იყო ნამდვილად. არა, კი არ შემაქვს, უბრალოდ სურათი მინდა დავინახო რა იყო ეგეთი. მიყურე, სურათი ტელეფონის წარსულში შეუდია ციხის უბროს, რეჟიმის უბროს და კიდევ არის ყველა არ წაგართოს. იმათმა იციან ვის რა აქვს და რა წარდგა. და ჩემთან არ მოვიდო და თუ რამე შემოწმება იქნებოდა რამე მეტყოდნენ და შევინახავდი ისეთ ეგრეს რომ მაგას ვერ მოძებდი და ვერა. ეს ნიშნავს იმას, ბოდიში ბატონო სოზარ გაწყვეტინებთ, რომ იყო გარკვეული კატეგორია პატიმრების, რომლებიც რეჟიმს განზრახ არ ექვემდებარებოდნენ გარკვეული მიზეზების გამო. ეს უპირისპირდება იმ პოზიციას, რაც სააკაშვილს აქვს და ახალაიების კლანსაც, მათ შორის, რომ თითქოს მათ დაამყარეს წესრიგი საპატიმროებში, რომ თითქოს ასე ვთქვათ, კრიმინალს შებრძოდნენ ეფექტურად, კორუფცია აღარ იყო და ასე შემდეგ. ეს საპირისპიროზე მეტყველებს, ამიტომ გაგვიჩნდა ამდენი კითხვა. ეხლა ამის პასუხს გეტყვით. ახალაიებს და ამათ ზუგდიდში არის ეხლა პოლიცია, სად არის ხო იცით რომ შემოდიხარ? დიახ. იმის წინ არის პატარა სასაუზმე. პოლიციის უფროსი იყო მაშინ სააკაშვილის დროს. არ მახსოვს თქოს არ გეტყვი გერგაია იყო თუ არა რაღაცა ასეთი ვარი არ ვიცი. ამ მაღაზიაში იყიდებოდა ნარკოტიკები ფოთელების და სენაგლებისთვის. საიდან გავიგე? ციხეში გავიგე, იქ ბიჭები რო იყვნენ, ხო იცი ყველაფერი იქ ითქმება და ეს და ზუგდიდელები დადიოდნენ ფოთში. იყიდულობდნენ. პრიტონი იყო გასული, ერთი პოლიციელი იქიჯდა. რომ რამე არ მომხარიყო და იყიდებოდა მე ის პოლიციის უფროსს გაქცევა მოუწია აფხაზეთში რაღაცა მოხდა. მე ისე დაბრუნდა და ასე არაფერი არ იყო, ნარკოტიკების შემოდიოდა, ვისაჭირდებოდა, ფულსაც იღებდნენ, სად ქონდა სააკაშვილს წესრიგი და რამე, რა ქონდა იმას როცემდა, ერთ და ორ კაცს როცემდა და როცა ართმევდა იმ ხალხთან იყო, თორემ დანარჩენს ქურდულ სამყაროსთან სააკაშვილს ზალკარი ურთიერთობა ქონდა. ეხლა კი გააძევა ხალხი გააქცია, მაგრამ მაყურებელი იყო არჩევნების დროს მაყურებელს გარეთ გაუშვებდა, განთავისუფლებდა, იყო ასეთი რაღაცა. მე კი არ გამიშვეს.
იმიტომ რომ ჩემგან არ იყო ხელი მე მაგას მას არ მივცემდი რამეს არ გავუკეთებდი გასაგებია და ასეთი რაღაცა ბატონო თამაზ დიდი მადლობა არაერთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია მივიღეთ თქვენგან აი მოდელზე თუ ასე შეიძლება დაერქვას კრიმინალურ სქემაზე რაც გულისხმობს კონკრეტულად სამეგრელოდან მამა ახალაიას მიერ შვილისთვის უკანონო პატიმრების გამოგზავნას და ძალიან ბევრი ხონების წართმევას მათ შორის და იმ დიდ უბედურებებს და უხეშ ფაქტებს ადამიანის უფლებების შელახვის, რასაც სამეგრელოში ჰქონდა ადგილი. თქვენი ნებართვით ჩვენ დავრჩებით თქვენთან თანამშრომლობის რეჟიმში თუ კიდევ დაგვრჩით და დამატებით ინფორმაცია. ნორმალური ადვოკატი ძალიან ჩვენ ვიმუშავეთ, მაგრამ ალალს გეტყვი პროკურორიდან იმდენი ყურადღება არ მიმიღია აქ, მე მიდის ზუგდიდში და ზუგდიდში იდება თაროზე და გამოძიება არ არის. ვხებულობ ქაღალდებს 12 წელია დემეტრე გირგალაშვილი წერს მე ზუგდიდში მომწერენ და რომ მიდის გამოძიება. გასაგებია. და არ დაუკითხე ვარ არავის და არაფერი. მე რა მინდა? მე არ მაქვს თქვენს კანონთან, ჩვენს კანონთან წინააღმდეგობა. მე მინდა თუ კანონი არის, ის კანონი ჩემთვისაც იყოს. ყواني ვარ, მითხარი რომ თამაზულაია შემტყონი ხარ და მე გავჩერდები. გასაგებია. პროკურატურაში და არ მივა. გასაგებია. ესე იგი, გავაგრძელოთ ჩვენ ამ პირველ საკითხზე. ურთიერთობა, რომელზეც ჯერ კიდევ მოლოდინში ხართ. თუ მეორეზე რამე პრობლემა მექნება და რამე რაღაც არ იქნეს უნდა, მაგრამ იქნა იმასაც გაგაგებინებთ. დიახ, ერთი წუთით აზრს იქ მოწესრიგდება ყველაფერი. აზრს დავასრულებ თუ შეიძლება. პირველ საკითხზე, სადაც თქვენ კვლავ მოლოდინში ხართ, რომ თქვენი უფლებები უნდა აღდგეს, დოკუმენტები ამბობთ, რომ გაქვთ ერთ კვირაში, რასაც თქვენ ჩათვლით თქვენს ადვოკატთან ერთად. ის დოკუმენტები წარმოადგინეთ, რომ კომისიასაც გქონდეს და შემდეგ ვნახოთ დასკვნა შეეს როგორ აისახება. თუ რაიმეს ახლავე დატოვება გსურთ, სამდივნოს დაუტოვეთ და გადმოგცემს. და რაც შეეხება მეორე საკითხს, ანაკლიაში გოროზიასა და როლანდი ახალაიას მიერ წართმეულ მიწას 600 კვადრატულ მეტრს აქ რეალურად თქვენი უფლებები სასამართლოს სამივე ინსტანციაში აღდგენილია და ელოდებით მიწის თქვენ სახელზე დარეგისტრირებას დამოკიდებული იუსტიციაზე და ის მომცემს ალბათ არეგისტრირებელი ორგანოა. კი ბატონო. კარგი, დიდი მადლობა დაგემშვიდობებით. ამ გაზეთს დაგიტოვებთ. გაზეთიც დაგვიტოვებთ და რასაც ჩათვლით, სხვასაც დოკუმენტს საჭიროა. რაც გინდა, მაგრამ თქვენ ამას რახან ადვოკატთან არის საჭირო და ადვოკატურად გინდათ რომ ყველაფერი მოგაწოდოთ, მე ყველაფერი დავაწყობ, ყველაფერი დავალაგებ, კიდევ დავწერთ, იმას დავადებ და როცა მეტყვით, ჩემი ხელით მოგიტან და სადაც გინდა იქ ადვოკატი ენად მოვალ, თუ გინდათ უფრო უკეთესად, იმიტომ რომ მე ყველაფერი იცის. კი ბატონო, მთავარია რომ დოკუმენტები გქონდეს, დანარჩენი გასაგებია რაც. გაზეთი იმიტომ ვიტოვე რომ აგწერია რომ სააკაჟის სურათი დღესაც უკიდია და ის ნაციონალურ მოძრაობას დღესაც ეხმარება ის როგავა თავისი ქუჩი, თავისი ხალხით და არის იმ თავრობის იმედით, მაგრამ ქონება დაბრუნებული აქვს და გასწორებულია. აგწერია რომ სააკაჟის სურათი სახი უკიდია რა. გასაგებია. და ასეთმა კაცმა ქონება წამართვა და მე ახლა მაგი რომ კანონი ვარ აღდგეს, მაშინ მე სხვანაირად მექნება მოსაფიქრებელი და ეს ზოდა ცუდ შედეგს გამოვიტანს და ამიტომ ჯობია კანონი დამეხმაროს თუ კანონიერია. სხვანაირად არ გვარდება საქმეები, გვარდება კანონით და თუ კი რამე არის. კი ბატონო, მადლობა ბატონო. დიდი მადლობა თქვენ. მადლობა თქვენ. მადლობა ქალბატონო თეა. მე ახლა ვიყავი შარშან ვიყავი ათენში. ცოტა ძალიან ეკლესიური არა ვარ, მაგრამ ყვეთი მწამს. და ყვეთი ყველას რასაც ხდება და რასაც გააკეთებ და რაც არის, ყველა წინ ნახდება. ეხლა ვიყავი კვიპროსში და ვიწეხი იმის აგდამაში. რო აღადგინეს რა ქვია მაგას. რო მოკდა და რო გააცოცხლეს კაცი. ლაზარეს იმაში ვიყავი აგდამაში და შეიძლება გაგეცინოთ. და იქიდან აბოდიში. იქიდან ჩამოვიტანე აი ეს და მინდა თქვენ შვილიშვილს გამოგხდეთ თუ შეიძლება. ეს არის წინა მიწაზე იყავენ პროცესები.
მადლობა, დიდი მადლობა. ეს არის ღვთისმშობლის ხატი. თუ რამე დაალაგებულად ვერ ცოტა მინერული და არა, რას ბრძანებთ? დაალაგებულად თქვით ყველაფერი. დიახ. აი ეს ღვთისმშობელი გფარავდეთ, რომელიც თქვენმე გადმომეცით, თქვენ და მთელ დიახ, გადავცემ ჩემს ქალიშვილს, რომელიც ასევე სამეგრელოდან გახლავთ. კი ბატონო. კი ბატონო, დიდი მადლობა. დატოვეთ აი ბატონ ალეკოს გაყევით. კი ბატონო. ეს გარეთ მოაგვარეთ თუ შეიძლება ბატონ ალეკოს გაყევით და უღრმესი მადლობა მობრძანებისთვის. მადლობა ბოდიში რომ ვერ გაცილებთ ჩვენ შემდეგ პირს უნდა მოვუსმინოთ. მადლობა ბატონო თამაზ. კი ბატონო, რა კი სამდივნოს დასჭირდება გააცილოს